იერუსალიმი. ეს არის ქალაქი, სადაც ქრისტიანობის მთავარი სიწმინდეები ერთ სივრცეშია თავმოყრილი და სადაც საუკუნეების განმავლობაში ქართველთა სულიერი გზა არ შეწყვეტილა. ქალაქში, სადაც სამი რელიგიის ისტორია იკვეთება და ერთმანეთში მრავალსაუკუნოვანი წარსული დააწმყო, ნელსაცხებლებისა და საკმეველის სუნივით ირევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას პატრიარქმა თეოფილე მესამემ უმასპინძლა. შეხვედრას არ ჰქონდა მხოლოდ ოფიციალური მიღების ფორმა. ეს იყო გულწრფელი საუბარი საქართველოსა და იერუსალიმს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე. დელეგაციის წევრებმა ბუნებრივია იერუსალიმის პატრიარქს მთავარი სატკივარი გაუზიარეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება. უზომოდ მადლიერი ვართ იერუსალიმის პატრიარქ თეოფილესი, რომელმაც მიიღო აფხაზეთის დელეგაცია. ჩვენ ქონდა საოცარი მიღება და საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობის. ჩვენ ავხსენით და მოვუყევით უწმინდეს იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განსაკუთრებით ხაზგასასმელია იერუსალიმის საპატრიარქოს მხარდაჭერა და დახმარება ჩვენი მრევლის, ჩვენი მართლმადიდებელი ქართული მრევლის მხარდაჭერის კუთხით, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ილოცონ ჯვრის მონასტერში, შესაძლებლობა ილოცონ ქრისტეს საფლავზე, აღევლინოს წირვა ლოცვა ქართულად. ეს არის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მე მჯერა, რომ ესეთი მეგობრული ურთიერთობით, ესეთი ღვთისმსახური სიყვარულით მივაღწევ და შევძლებთ იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო გამტკიცდეს წმინდა მიწაზე. შეუძლებელია იყო ქართველი და იერუსალიმში ყოფნისას ჯვრის მონასტერი არ მოილოცო. ადგილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისრაელის სულიერი და ისტორიული კავშირის სიმბოლოა. შოთა რუსთაველის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის მონუმენტთან შეჩერების შემდეგ შედიხარ ჯვრის მონასტერში, ტაძარში, რომელიც საუკუნეების წინ სწორედ იმ ხის ფესვზე აიგო, რომლისგანაც ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო ჯვარი გამოითავა. ქართული სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერაში ვხვდებით შოთა თაველის ფრესკასაც. ეს ქართველი მომლოცველებისთვის გამორჩეულად ემოციური ადგილია, რადგან დიდი ქართველი მოაზროვნის ფრესკა საუკუნეების მანძილზე ინახავს წმინდა მიწაზე ქართველთა ყოფის ისტორიას. იმ დროს, როდესაც ჯვრის მონასტერი ქართველ ბერებს ეკუთვნოდათ. ჯვრის მონასტერში ქართული კვალი დასტურია იმისა, რომ საუკუნეთა მანძილზე საქართველოს მნიშვნელოვანი ურთიერთობები აკავშირებს წმინდა მიწასთან. საოცარი განცდა და საოცარი განწყობა იმყოფებოდა წმინდა მიწაზე, ჯვრის მონასტერში, ჩვენს ისტორიულ სავანეში. გაიარო შოთა რუსთაველის ქუჩა, იხილო შოთა რუსთაველის მონუმენტი, იხილო ფრესკები, ქართული საოცარი სიწმინდეები და ჯვრის მონასტერი ნამდვილად არის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე და ქართული სამონასტრო ცხოვრების უნიკალური მაგალითი. და მე მჯერა, რომ საქართველოს დიდება, საქართველოს გარწყინება სწორედ აი ჩვენი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების გამტკიცების მაგალითი იქნება და მოვა დრო, როცა იერუსალიმის მიწაზე, ჯვრის მონასტერში დარწმუნებული ვარ, ქართული წირვა ლოცვა ყოველდღიური გახდება. ასევე რა თქმა უნდა, მადლიერება უნდა გამოვხატოთ იერუსალიმის პატრიარქის მიმართ, ერთმა ქნას, რომ საქართველოს გარწყინება, გაერთიანება ძალიან მალე მომხდარიყოს. ისტორიული და რელიგიური კავშირების კვალდაკვალ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ქალაქ ლოდშიც იმყოფებოდნენ. ლოდი, როგორც უძველესი ქალაქი საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის გზაგასაყარზე იდგა. თუმცა წმინდა გიორგის სახელი ამ სივრცეს განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას ძენს. სწორედ ლოდშია ქართველებისთვის განსაკუთრებით ძვირფასი წმინდანის, წმინდა გიორგის საფლავი. დელეგაცია იმყოფებოდა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, ქრისტიანობის ცენტრალურ სიწმინდეში, სადაც მაცხოვრის ჯვარცმის და აღდგომის ადგილი მდებარეობს. ტაძრების მონახულება ვიზიტის საერთო პროგრამის ნაწილი იყო და საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირს უსვამდა ხაზს.